ძველი საიდუმლო. ჩაიშთო. მადლობა ღმერთს. მიდი სეჰერ. მიპასუხე შვილო. Gel burada gözümün önünde. მოდი აქ დაწეკე. Aklım kalmasın sonra. Andar buradayım. დედა, აქ დაიძინე, მოგეწონება. გეგონება დედა გარდაეცვალა. გლოვობს ქალბატონი. Hiç merak etmeyin. დედა ხმას დაუწია. Kız şunun sesi. ბოდიში. ყურში არ მესმის. İnşallah sağlığına kavuşacak. Ve hepsini de unutacak. სეჰერ. სეჰერ, გთხოვ, მიპასუხე შვილო. Hadi kızım hadi aç. გთხოვ, არ გამწირო. Asya Hanım'a ne diyeceğim ben şimdi? ქალბატონ ასიეს რა უთხრა? Elimden kaçırdığımı de... ქალი გამექცა მეთქი? ნამდვილად მომკლავს. Neredesin be? სად ხარ? სად? Nereye kayboldun? სად ხარ, ქალო? შუა კულტყეში ვარ. დახმარებას ვერავის ვთხოვ. გზაზე უნდა გავიდე. იქნებ მანქანამ გამოიაროს. შეჭერდით. დამეხმარეთ. ფერხათია. Kahretsin. ჯანდაბა. Nerede bu kadın? ეს ქალი სად არის? Ulan köpek ne işin var? ამ ძაღლს აქ რა უნდა? Elbet bulacağım. მაინც გიპოვი. რადგან არ უნდა დამიჯდეს გიპოვი. მადლობა ღმერთო. Ne yaparsan yap Asya. სანამ შენ მიცავდე და ასია შვილებს ვერ წამართმევს. Çalıştıkça yaptıklarını საწადელს ვერ მიაღწევს. სეჰერი არ მპასუხობს. Hadi ადი ეს დავურეკო? რა ნომერი აღარ მახსოვს. 65-ით მთავრდებოდა, მაგრამ 65'te ama. არ მახსოვს. Asya ქალბატონი ასია არ მაცოცხლებს. telefonum da yok. ტელეფონიც არ მაქვს. Her şey üst üste. ყველაფერი ერთდროულად მოხდა. დაუხადიე, მე ვარ ჩინარი. სხვაგან მოხდით ქალბატონო. მე ჰადიე არ ვარ. Allah'ım ne ღმერთო დამეხმარე გთხოვ. buradan da აქ ვერ გავჩერდები. გზა უნდა გავაგრძელო. mecbur yine yola çıkacağım. უნდა ვიარო. ჩემო სეჰერ. Kızım ben ალბათ გაინტერესებს სად დავიკარგე. beni bulamam. რადგან ვერ დამიკავშირდა, ალბათ მამულში მივიდა. Asya'nın. დედა ასიე რას ეტყოდა? Kızım შვილო, ne derlerse de. რაც არ უნდა თქვან არ დაუჯერო.
isterseniz sonra verin kapurayı. Emin olduğunuzda tekrar gelirsiniz. Yok tamam. Seher, Seher, gülüm bir şey mi? ძვირფასო რამე გინდა? Anne nereye? დედა, სად მიდიხარ? Seher. Seher, Anne sen de kız şu დედა televizyonu. ტელევიზორს ხმა ჩაუწია. სად მინდიხარ? დეიდა ჰადიესთან წავალ. Seher, ნუსულელობ, უნდა დაწვე და დაისვენო. გამიშვი. İyi tamam. კარგი, მეც წამოვალ. Allah aşkına. ღვთის გულისათვის ერჯომეთ. Ne olur. გამიშვი გთხოვ. Meyra içeri geç dinlen istersen. გაუშვი, საკმარისია. დავიღალი ამ გოგოს სისულელეებით. ქალმა ფული აიღო და წავიდა. ჩემი გულუფხილო რძალი კი ტირის და მოსთქვამს. მაინც მიყვება. ვის ველაპარაკები? İşe gidiyorum işe. სამსახურში მივდივარ დედა, სამსახურში. ღმერთო. წადი, გაიქეცი. არ დაგაკავებ. ნერიმანი სახლში იჯდება და დაგელოდება. Kocaman bir ailem var. Vay be Demet. ოჯახ დემეთ. Demek hemen ესე იგი, ჩემი შემწრალი უკვე იპოვა. ვერ ვიჯერებ. მართლა დაგავიწყდა მანქანა სად გააჩერე. რა უკნა ძვირფასო, შენ მას სილამაზემ დამაბრმავა. Şurada araba. მანქანა ვიპოვა. წამოდი. ben ne yaptım sana Demet? რა დაგიშავე დემეთ. Demekten başka ne yaptım ha? ოლდის არის ჩემი ბრალი, რომ შემიყვარდი. İnsan ასე როგორ გამიმეტე. atabilir mi? İşte bizim არაფერი გამაჩნია დემეთ. sevgimiz. შენ დაანგრიე ჩვენი სიყვარული და ოცნებები. Bitirdin. შენი ბრალია რომ დავშორდეთ. Bitirdin. ალბათ არც ყვარები ვარ. შენ მხოლოდ ფული გაინტერესებდა. Yazık. როგორ არ გწხვენია. როგორ არ გწხვენია. İşte buldum seni. იპოვე. ამჯერად ვეღარ გამექცევი. Dur kaç. ნუ გარბი ხარ. Hoşlanın. აქედან მოშორდი ძაღლო. როგორ შეგაწუხე ბატონო ჰალილ? აქ დატოვე და დანარჩენს მივხედავ. Ne zahmet hadi hanım. რა შეწუხება აქ ალბათონ ჰადიე. სეჰერ? შვილო. დაუჰადიე. Seherim dur. სეჰერ, შვილო. დამშვიდი. დედა შენზე ცუდი ხომ არაფერი გაიგე. მითხარი ჩემო გოგო. წავიდა. დაგტოვა და წავიდა. ფული აიღო და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. დედამ მიგვატოვა. ხდები რას ამბობ? ჩინარს არ იცნობ? ეს როგორ დაიჯერე? შეიძლება მოეკლათ, მაგრამ შვილებს ფულის გულისთვის არ მიატოვებდა. თქვა წავიდა. ასე როგორ დაგტოვებდა? ჩემო ძვირფასო. ჯერ შენ არ დაგელაპარაკებოდა? Hadi hanım haklı kızım. ალბათონი ჰადიე მართალია შვილო. Başına ne geldi? არ ვიცი დედა შენს რა დაემართა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. Hanım size ალბათონი ჩინარი არ მიგატოვებდათ. ქალი სახლიდან გააგდეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ არ დანებებულა. დაემუქრნენ, მაგრამ მაინც თქვენ გვერდით იყო. ახლა რატომ წავიდოდა?
დაფიქრდი შვილო. Senin için. შენთვის და შენი და-ძმისთვის ცოცხლობს. იმედი აქვს, რომ მალე ისევ ერთი ოჯახი გახდებით. სეჰერ, გონს მოდი. Başına topla. ასე არ უნდა ფიქრობდე. Kendine gel. როგორც ჩანს, დედა შენს რაღაც დაემართა. Annenin başına bir შეიძლება არ დაგირეკა, მაგრამ ალბათ ამის მიზეზიც აქვს. Hanım sizi aramadı. Beni arar. დამშვიდი შვილო. ასე არაფერი გამოვა. სჯობს პოლიციაში წავიდეთ. პოლიციაში? მაგრამ ბიძაჩემმა თქვა, რომ ნიშნულობა არ აქვს ბიძაშენმა რა თქვა. ჩინარს კარგად ვიცნობ, ფულს არ აიღებდა. როგორც ჩანს, მართლა რაღაც დაემართა. Memleket hırsız. ნეტავ თავს ხომ არ დაესხნენ. Ne yani? რას ამბობ? Bir şey mi geldi? შეიძლება რამე დაემართა დეიდა ხადია. არ ვიცი შვილო. ან თავს დაესხნენ, ან კიდევ არ vicი. Ya da ne? ან რა? Söylesene. მითხარი დეიდა ხადია. O Asiye ან იმ ქალმა ასიემ გაიტაცა. günah bu. არ მინდათ ყოლად რამე დავაბრალო, მაგრამ Daha düne kadar. ჩინარს მოსვენებას არ აძლევდა. მართალი ხარ. Babaannem yaptı. ამ საქმის უკან ბებია ჩემი დგას. Demedim ben. აქამდე როგორ ვერ მივხვდი. Kesin o yaptı. რა თქმა უნდა, Annemin başına. დედა ჩემი მის გამო გაუჩინარდა. სეჰერ, სეჰერ, შვილო მოიცადე. სეჰერ. შვილო, გამოჩნდი, ვიცი რომ აქ ხარ. ყვილად მემალები, ვერსად გამექცევი. ბოლოს მაინც დაგიჭერ. Elinden sonunda yakala. გამოჩნდი მეთქი. მაპატიე სეჰერ, მაპატიე შვილო. Allah'ım ya. ღმერთო დამეხმარე. Gücüm takat. ძალა აღარ მაქვს. Yalvarırım. გთხოვ დამეხმარე. თუ დამირეკა, ახლა რატომ არ მპასუხობს? ნეტა ვინ იყო? Annem mi diyor? დედა ჩემი? İnşallah. იმედია ის არის. Bir şey mi dedin abla? და რა მითხარი? Yok size demedim. არა, არაფერი. იჩქარეთ, გთხოვთ. Allah'ım ne olur annem ღმერთო, გთხოვ დედა ჩემს არაფერი დაემართოს. kazadan beladan. დაიცავი ყოველგვარი უბედურებისგან. Ne oldu? რა მოხდა? Konuştun სეჰერს დაელაპარაკე? არა, გავიქეცი, მაგრამ ვერ დავეწიე. ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. Canım konağını ნამდვილად ბებია მისის სახლში წავიდა. თუ ჩეთინი და ეს მაცი იქნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ყველაფერი გამჟღავნდება. Gerçekleri ne kadar örtmeye çalışsam. სიმართლის დამალვას რაც არ უნდა ეცადო, ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება. Hiçbir günah gizli არც kalmaz. ერთი ცოდვა არ დარჩება დაფარული. Belki söylenecek başka şeyler. იქნებ ყველაფრის თქმის დრო დადგა. Belki susma değil. შეიძლება ახლა გაჩუმება ყველაზე დიდი დანაშაული იყოს. Sen ne söylemeye რის თქმას ცდილობ ბატონო ჰალილ? bildiğim bir şey ჩინარის შესახებ რამე იცი? ვერ გავიგე. Yok. არა. ისევ თქვი, უბრალოდ. sahi aklıma ახლა გამახსენდა. bugün parkta ძალიან მაინტერესებს დილით პარკში ზუხალს რაზე ელაპარაკებოდი. ne konuştunuz? არაფერს მეტყვი? Ne konuşacağız? როგორ თუ რაზე? სიტყვა სიტყვით გაგიმეორებთ. გავაფრთხილე თუ ქალბატონ ჩინარს რამეს დაუშავებთ, პასუხს გაგებინებთ მეთქი. შემოდი ჩეთინ, დაჯექი. რატომ დამიბარე? დაჯექი და გეტყვი. რა ხდება? რამე პრობლემაა? არა, პირიქით, ყველაფერი რიგზეა. შენი ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობ. ბოლო დავალებასაც კარგად გაართვი თავი. ამით როგორც ჩემი, ისე ჩემი უფროსის კეთილგანწყობაც მოიპოვე. როგორც იცი, ამ დროში ყველას ვერენდობი. მართალია, სანდო ადამიანების პოვნა მარტივი არ არის. ეს ყველაზე კარგად ვიცი. მოკლედ გეტყვი. შემდეგი ეტაპზე გადადიხარ. Yeni bir görev vereceğim. ახალი მისია გექნება.
ჩემი უფროსი ბატონი შაჰინი დიდი ხანია სანდო და ღირსეულ კაცს ეძებს. მისი ქალიშვილის დაცვა და მძღოლობა რომ შეითავსოს. არჩევანი შენზე შევაჩერეთ, რა სიტყვი? თანახმოვარ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. კარგი, მაშინ დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი. მისი ქალიშვილი ნისა ბატონი შაჰინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თვალიშინია, იმიტომ რომ ერთადერთი შვილია. ამიტომ სიფრთხილე გმართებს. ბატონი შაჰინი მკაცრი ადამიანია, შენგან მაქსიმუმს მოითხოვს. შეცდომა არ უნდა დაუშვა. იმედია თავს გავართვა. ახლა მისამართს მოგცემ. წადი და გოგოს მოიმსახურე. სადაც გეტყვის, იქ წაიყვანე. კარგი. ამართლა. მანქანა შენს განკარგულებაში იქნება. აბა შენიცი. გმადლობ ძმაო. წარმატებებს გისურვებ. სეჰერი მართალია. ჩინარი დაუმშვიდობებლად არ წავიდოდა. შვილს დაურეკავდა და ამბავში ატყობინებდა. ალო, ზუჰალ? გისმენ საყვარელო? რაღაცას გითხავ. დარწმუნებული ხარ რომ ჩინარი წავიდა? რამეს ხომ არ მიმალავ? თურგუთ. ბოლოს იმ ქალს შენ ელაპარაკე. ვერ გავიგე, მე რატომ მეკითხები? ჩინარმა ფული ხომ აიღო? აიღო. და მას შემდეგ გაუჩინარდა. ეს ნიშნავს რომ წავიდა. მართალი ხარ, მართალი ხარ. სეჰერს ველაპარაკე. ჩინარს მისთვის არ დაურეკავს. რომ აღარაფერი ვთქვათ დამშვიდობებაზე. ამიტომ დავეჭვდი. არ ვიცი, მეგონა ქალიშვილს დაემშვიდობებოდა და ისე წავიდოდა. იქნებ რამე შეემთხვა. ძვირფასო. ფული შესთავაზე და მანაც აიღო. ახლა ეს აზრები საიდან მოგდის? რა არ მოგწონს? გონი მართალი ხარ. არ ვიცი, სეჰერი რომ მოვიდა, იმდენად დარწმუნებული იყო რომ ჩინარი არ წავიდოდა, კინაღამ მეც დავიჯერე. ჩემო ძვირფასო. ბუნებრივია რომ სეჰერს რეალობასთან შეგუება უჭირს. ბოლოს და ბოლოს დედა მიატოვა, მაგრამ არ ინერვიულო. დრო გავა და შეეგუება. იმედია. სეჰერის ამ მდგომარეობაში ნახვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. კარგი ძვირფასო, ახლა უნდა გავთიშო. კარგი, დროებით საყვარელო. გისმენთ? ქალბატონო, მომისმინე. ჩემს მოთმინებას ნუწდი. როგორც არ უნდა დამემალო, ბოლოს მაინც გიპოვი. ქალბატონი ასიე არ მოგეშვება. არა, არ წავალ. შვილებს არ დავტოვებ. არცად წავალ. ჩანდაბა. ახლა რა გავაკეთო? რა ჯიუტი ქალია. ან ახლავე გამოჩნდი, ან გიპოვი და მერე რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. ნუ გარბი ხარ, შეჩერდი მეთქი. სადაც არ უნდა გაიქცე, მაინც გიპოვი. ჩანდაბა, რა ჯიუტი ქალია. სად არის დედა ჩემი? მითხარი რა უქენი? რა დაუშავე? რაც იმ ქალს დაუახლოვდი, ვეღარ გცნობ სეჰერ. არ გასწავლე რომ უფროსებს ასე არ უნდა ელაპარაკო. დედა ჩემი შენ გამო გაუჩინარდა, არა? სად არის? მიპასუხე. მე იმ ქალის ძიძა არ ვარ, რომელსაც დედას ეძახი. არ ვიცი სად არის, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის. შენ მას ცხოვრება დაუნგრიე. მოსვენებას არ აძლევდი. სამსახურიდანაც გააგდე და სახლიდანაც. ვიცი რომ დედა ჩემის გაუჩინარება შენთანაა კავშირში. თუ მას რამე დაემართება, პასუხს აგებ. შენი ადგილი იცოდე სეჰერ. მიხარ რომ პასუხი მაგებინო. შენ წინაშე ქალი დგას, რომელმაც იმ გველის გამო შვილი ცივ მიწას მიაბარა. დედა ჩემი უდანაშაულოა, რატომ არ გესმის? შეწყვიტე ეს სისულელე. ჩემი თანდასწრებით ის ქალი აღარ ახსენო. თუ დედა ჩემს რამე დაუშავე, ამის სურვილი რომ მქონოდა, როცა ციხიდან გამოვიდა, მაშინვე მოვკლავდი.
მაგრამ იმ მკვლელის გამო სისხლში ხელის გასრაც კი არ ღირს. იმედია ოდესღაც გონს მოხვალ და აღარ შემარცხვენ. ახლა აქედან წადი. სანამ ჩემთან მოქცევას არის სწავლი, ამ სახლში მოსული არ გნახო. დედა ჩემს ვიპოვი. ერთმანეთს ვერ დაგვეშორებ. დედა ჩემს ვიპოვი და დავაბრუნებ. მერტო რა დღეში ვარ. უფროსის ქალიშვილი ის განებირებული ნისა აღმოჩნდა. იმედია დაბადების დღიდან ვერ გამიხსენებს. ნაცნობი სახე გაქვს. დარწმუნებული ხარ, რომ აქამდე ერთმანეთს არ შევხვედრივართ? დარწმუნებული ვარ. ამბობენ ადამიანები ერთმანეთს გვანანო. ალბათ ვინმე შეგეშლებით. მისმინე, მოდი გარიგება დავდოთ. მე არ მჭირდება მცველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ჩაერევა. თუ გეტყვი, რომ სადღაც არ უნდა გამომყვე, ესე იგი არ უნდა გამომყვე. თუ არაფერს დააშავებთ, უფროს არაფერს ვეთყვი. არ ინერვიულოთ. ძალიან გთხოვ, თქვენობით ნუ მელაპარაკები. თავი მოხუცი ქალი მგონია. კარგი, როგორც გინდა. როგორც შენი თქვი. მომართლა, შესასვლელს არ გასცდე. მარჯვნივ უნდა შეხვიდე. აქ სწავლობ? ხო. რა მოხდა? არაფერი. მეგონა უფრო შორს მოგვიწევდა წასვლა. ქუდრეთის სკოლაში მოვედით. იმედია სადმე არ გადამიყრება. თორემ დარწმუნებული არ ვარ თავის შეკავება შევძლებ თუ არა. გმადლობ. ჩემი ჩანთა ცოტა მძიმეა. შეგიძლია კლასში ატანაში დამეხმარო? ეს ჩემი მოვალეობაა. მომიწევს დაგემორჩილო. ეს ვისი მანქანაა? ჩემ ადგილზე გაუჩერებია. ალბათ ჩვენ სკოლაში არ სწავლობს. უცხო მანქანაა. ჩემი მანქანის ადგილს განზრახ არავინ დაიკავებდა. რა იდიოტია. თუ ჩვენ სკოლაში არ სწავლობს, მანქანა აქ რატომ გააჩერა? იმ გოგოს დაბადების დღეზე ქუდრეთიც იყო. ესე იგი მეგობრები არიან. სანამ რამე მომხდარა, ჯობს ამ სამსახურზე უარი ვთქვა. ყოველდღე ქუდრეთთან ჩხუბს მირჩევნია მაღაზიის მეპატრონეებს გადასახადი გადავახტევინა. მაინტერესებდა რომ ამ იდიოტმა გააჩერა მანქანა ჩემს ადგილას. თურმე ჩემი ძვირფასი ბიძაშვილი ჩეთო ყოფილა. გილოცავ ჩეთო, უახლესი მოდელის მანქანა გიყიდია. ამდენი ფული საიდან მოიტანე? მოიცადე გამოვიცნობ. გამჭრიახი გონება გაქვს. რადგან თავად ვერაფერს მიაღწი, მდიდარი შეყვარებული გაიჩინე და მის კმაყოფაზე ცხოვრობა რა, ოჩაღ. ქუდრეთს მომისმინე. იცოდე ბოლო ჯერ გავფრთხილებ. თუ კიდევ ერთხელ შეეცდები დამამცირო, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. კარგი ჩეთო, დამშვიდდი. მიხარია წარმატებას რომ მიაღწიე. აბა შენიცი. რა ხდება შენს თავს ჩეთო? ძვირად ღირებული მანქანით ჩემს კოლეჯში მოდიხარ. რა ჯანდაბას აკეთებ? არა უშავს. ყველაფერი მალე გაირკვევა. უკანს დაველაპარაკები და ვთხოვ რომ სხვა საქმე დამავალოს. ყოველდღე იმ კოლეჯში სიარულს ვერ შევძლებ.
შვილი, რომელიც ისე გავზარდა, რომ მისთვის ცივინიავი არ მიმიკარებია, მამამისის მკვლელს იცავს. უსირცხვილოდ მიპირისპირდება და უკვირს, რომ დედამისი მძულს. ახალგაზრდაა დედა, არ იცის რას ამბობს. არ ინერვიულო წავალ და დაველაპარაკები. იქნებ შეიგნოს, რომ ასე უხეშად არ უნდა მოგექცეს. ილოცოს, რომ დედამის სიცოცხლე შევუნარჩუნო. გაბედოს და შემეწინააღმდეგოს. ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამს. გეთილი იყო შენი დაბრუნება ძვირფასო. დედა ჩემს რა სჭირს ზოჰალ? არაფერი საყვარელო. დედა ასეის ხომ იცნობ. სახლში რაღაც არ მოეწონა და ამიტომ გაბრაზდა. გაქცევას აზრი არ აქვს. მაინც გიპოვი და მოკლავ. ანუ სკროლში ჩავარდები ან ჩემ ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში ჯოჯოხეთში წახვალ. დალიაშვილო. Çıktım karşısına hesap. ბებია განრისხდა, როცა მის წინ დავდექი და ანგარიში მოვთხოვე. Bugüne kadar annem... თქვენც კარგად იცით დედა ჩემს როგორ მოექცა. Babaannemden ცდები, რომ şüphe ვადანაშაულებ. etmiyorum sanki. Annemin დედა ჩემის გაუჩინარებაში ნამდვილად მისი ხელი ურევია, ama ispat მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ. მე მგონი ეს ამბავი პოლიციას უნდა შევატყობინოთ. Başka yolu kalmadı. სხვა გზა არ გვაქვს. პოლიციას რა ვუთხრათ? დარწმუნებულები ვართ, რომ ჩინარი ქალბატონმა ასიემ გაიტაცა? Asiyanımı karıştırma. ქალბატონ ასიეს ნუ დავადანაშაულებთ. პოლიციას ვაცნობოთ, რომ ქალბატონი ჩინარი გაუჩინარდა და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. როგორც ჩანს, პოლიციის ჩარევის გარეშე მის პოვნას ვერ შევძლებთ. o zaman herkes annemin... ამ შემთხვევაში დედა ჩემის ნამდვილ ვინაობას ყველა გაიგებს. Şimdi Esma'ya söyle. ჩვენ კი შესაფერის მომენტს ველოდებით ესმასთვის და ჩეთინისთვის სიმართლე რომ გვეთქვა. რა მოხდება, ცუდი რეაქცია რომ გქონდეთ? სეჰერ, ახლა ამის დროა? დედა შენი რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ. და ესმამ და ჩეთინმაც გაიგონ სიმართლე. ჩინარს დასამალი არაფერი აქვს. თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს. სათხარ, Eğer buradaysan... თუ აქ ხარ გამოდი და გპირდები რომ არ მოკლავ. მაგრამ თუ გამექცევი გიპოვი და აი მაშინ ვეღარ გადამირჩები. გაფრთხილებ. Duydun mu beni? კარგად დაფიქრდი. Son kez uyarıyorum. იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ. İyi düşün. გამოდი მეთქი. Allah'ım ne olur evlatlarımın yüzünü... ღმერთო მოწყალეო, გთხოვი ქამდენ მომკლავ სანამ ჩემს შვილებს ბოლოჯერ არ ვნახავ. მინდა გულში ჩავიკრა. მათი სურნელი შევისუნთქო. მერე თუნდაც მოვკვდე. გახმოვანებულია მთავარ